2011 წლის 26 მაისს ცნობილი აქციები იგეგმებოდა, ჩვენ როგორც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები 21-ში იწყებოდა ეს აქციები, ვაპირებდით წასვლას 20-ში საღამოს, როდესაც მოვდიოდი და სახლთან გადმოვუხვი ამ ადგილას, პატრულმა მთხოვა მანქანის გაჩერება. როდესაც ვკითხე რატომ აჩერებთ მეთქი, მან მითხრა რომ მანქანა იყო ძებნაზე. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის ეს რატომ ხდებოდა მანქანის გაჩერება და საერთოდ ძებნაზე როგორ იყო აყვანილი, მან კომპიუტერში ამომიღო ეს რაღაც რომ ესა და ეს ნომერი იძებნება. მათ მანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე და შემდეგ ერთი თვის გავლის შემდეგ მომდის ეს საბუთი რაღაც დადგენილების სახით, რომ მე რაღაც დავარღვიე მოძრაობის წესები და საჯარიმო ქვითარი ვითომ მივიღე აი ამ დადგენილების საფუძველზე, მივიღე რაღაც საჯარიმო ქვითარი, განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა, ვინმე მაჭავარიანმა, რომელმაც დაადგინა ასეთი რამ. მოქალაქე ქუქჩიშვილ მარიამს აეკრძალოს მართვის უფლება 20.05.2011-დან 36 თვის ვადით. ანუ ეს მომიყენეს 3 წლიანი ეგრეთ წოდებული ლიშენია. ჩემს გარდა არის ძალიან ბევრი, როდესაც მე საპატრულო პოლიციაში სამხარეოში ვიყავი ჩასული, როდესაც მოვითხოვე მართვის მოწმობა, მათ გადმოიღეს აი ესე დაახლოებით ესეთი დასტა ქაღალდების, მივხვდი რომ ეს იყო ერთი საქმე და იმ დღეს ძალიან ბევრს ჰქონდა ჩამორთმეული მანქანები აი ამ საბაბით, რომ ვითომ და მანქანები იყო ძებნაზე. მანქანით მე თვითონ აღარ ვждებოდი რუზე. შეაგდებდი გვარდასაღებს და ფრუიძე, შაქრო ამპროზზე ყველა მიცოდა უკვე ვინ ვიყავი და რა ვიყავი. ისიავთ გაშიფრულები ყველაფერი, არცაც წასვლა არ უნდათ. და რა შარს არ მოგიდებენ, მერე სასამართლოზე 10 მოწმერო დავიყენო, ჩვენი არაფერი არ გადის. ის ერთი პატრული დაგადგება თავზე არ დავემორჩილაო და ყველაფერი მაგათი გადის. აი ასე ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი წელიწადი და ასე რო თქვა, ჩემი თოხი და ბარით ვიმალებოდი ჩემ მამულში და მუშაობდი. ლუკპაპურს შონილობდი, რომ სამსახური ჩვენ არ ქონა, მთელი ოჯახი არ მუშაობდეს ჩვენ. ყველას დევნილები ვიყავით ასე რო თქვა რა. ძალიან ბევრი დააჯარიმეს, ბევრს ჩამოართვეს მართვის მოწმობები და ეს შუყალა მოიყარა ახლა ჩემთან თავში, ისინი ითხოვდნენ როგორმე იქნება მომხდარიყო ამათი რეაბილიტაცია. კონკრეტულად რომ დაებრუნებიათ უკან მართვის მოწმობები, მაგრამ როგორც წესი არავის არ დაუბრუნეს, ალბათ ეხლა თუ მოხდება ამ ყველაფრის განხილვა და მათი გარკვეული დახმარების გაწევა, თორემ იმ პერიოდში მაგისთვის მთავრობა რა თქმა უნდა არ მოიცილდა და 10 სულელი არ ქონდა კიდევ რომ მათ დახმარებოდა როგორმე.